გამარჯობა. დღეს მეორე დღე არის იმ 10 წუთეულის, რომელიც გუშინ დავიწყე. ახლა ვართ ავსტრიაში, ვენაში და ძალიან დამღლელი 5 საათი გამოვიარეთ, იმიტომ რომ ველოდებოდით რას ვიზავდით. შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ, იან თუ წინ არ გადამეფარები, უკეთესი იქნება უბრალოდ რა. დღეს არც ვიცი რაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეს ბიჭები დათრნენ. ძალიან დამithრნენ ჩემი აზრით ყველანი რა, ესეც საეჭვოდ სამთვალია. არ ვიცი სად არის, მაგრამ ძალიან ისე არის. დამთვალი იყო და ბასტონს დათვრა დაჟე. მე გილოცავ შენ ახალ არხს შექმნას და ძალიან დიდი მადლობა. დღეს ყველას რო გადაგაზიარებინებთ, აი ბასტონს გადავაზიარებინებთ. მე ფიქრობ რომ შენი კონტენტი ძალიან საინტერესოა. მეც მომწონს, ჯერჯერობით მომწონს და რა როგორ იქნება ეგ უკვე არ ვიცი რა. მაგრამ თემა არ მაქვს. დღეს აი ხა არ მაქვს მოფიქრებული რაზე უნდა ვილაპარაკო. ფიქრობდი რომ მოგზაურობაზე როგორ არ ჩავშერთ? ეგ ოზის და ამათ აქვთ ეგეთი ისტორია, რომ ოზის მომდა მასაჟორი და მაგის გამო მოუწიათ ერთი დღით ჩარჩენა პოლონეთში და მე კი ვიძახი რომ 1-5000 მაინც დაუჯდებოდა თქო იქიდან გამოღწევა, მაგრამ ეს იძახი კომენტარში რომ 5000-ზე ნაკლები დაგიჟდა. გონ, no problem. ხო, ესეთი ისე ინტერაქციებიც იქნება რა, მაგაზე მე პრობლემა არ მაქვს რა. იმედია თქვენც არ აქვს პრობლემა. მოგძანდით ქალბატონო, აგერ ვართ. ხო, პროსტა ჯერ კიდევ ვერ ფიქრობ რა, მოგზაურობის პონჩი იცი რა ასწორებს? ასწორებს როცა ესე ჯგუფურად მიდიხართ რა. მე აქამდე არასდროს არ დავდიოდი ესე ჯგუფურად, ყოველთვის მარტო. მე სულ მარტო დავდიოდი. ერთ ჩანთას მოვიკიდებდი ხოლმე 8 კილოც არ იყო და მივდიოდი ერთ კვირა გავქრებოდი ხოლმე და მე ველოდებოდი ვინმე როდის ჩამერიცხავდა ფულს რომელიღაც ქვეყანაში, იმიტომ რომ ამყოფნიდა რა თქმა უნდა. ხო, ეგრე მოგზაურობდი ხოლმე მე და ესე უფრო კომფორტულია. 20 კაცთან კი არა, 3 კაცზე მეტთან ვარ პირველად შეჩემ. ხო და ძალიან ისეთი არის რა, საინტერესო არის. თან მე მიყვარს მოგზაურობა რა. საქართველოს საკმარისად ნანახი მაქვს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნები ვნახო რა. კი, მოვლილი მაქვს საქართველოს. სვანეთი რაჭა ცხინვალიც კი ნანახი მაქვს და ცხინვალში ცხოვრობდი მე თავიდან ბავშვობაში. კი, დედაჩემი არის იქიდან და მანდან გამომდინარე ძალიან ხშირად გვიწევდა ხოლმე იქ დასვენება რა, დასვენებლად ზაფხულში ჩავდიოდით ხოლმე და იქ ვიყავი 2008-დან. 2008-ში? კი, ომის დროსაც იქ ვიყავი. ხო, ეგრეა რა. ეს ცოტა უხერხული ფეხი იყო ჩემი აზრით, მაგრამ არა უშავს. 2008-ში პატარა ვიყავი, რაღაცები მახსოვს. მაგალითად, ჩემი საერთოდ რომ გამოვედი კორპუსიდან, მახსოვს, რა ვქია, ჩვენ ძალიან ცუდად დაგვემთხვა. ისტრიბიტორმა როგორ გადმოიფრინა ჩემ კორპუსის თავზე, ეგ ძალიან კარგად მახსოვს, ეგ კადრი. ჩვენ ძალიან ცუდად დაგვემთხვა ის, რომ საბოლოო ჯამში რო წამოვედით ცხინვალიდან, გორში რო გავიარეთ, გორშიც ბომბები მოუწია. No problem. Have a good day. ყოველთვის ეს დადიან და ივლიან ალბათ. ეს კაცი დასაობს იმენა რა. მოდიო, ეხლა ნახეთ შავიდა. ბიჭო, მოდი. ბიჭო, თან არც ბრაზდები, მე არ ბრაზდები ესეთ რაღაცებს რა. ვიღაცებს ეშლებათ ხოლმე ნერვები რა, ესეთ რაღაცებზე განსაკუთრებით ჯიმში რო იღებენ ხოლმე ეგეთ ვიდეოებს რა, რაღაცას რო ვარჯიშობს და რო იფლექსაობენ და ამ დროს ვიღაც გამოუვლის და იმას აჯვამენ, მე არასწორი მგონია რა. შენთვის ვარ მოსული, ჩემს საქმეს ვაკეთე. იმას უყურო რას იღებ და რას არა. ხო ეგრე უნდა იყოს ხო. ბიჭო, გისმენდა მაგარი მართალი როჟი ხარ. აი, იმენა საღოლ გუგა. ფაიზახი როჟი ხარ, იმენა კრისტალს ბაზრობ შეჩემა, აუზი მინდა რა. აუ, ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ იმ სასტუმროში, რომელიც დაჯავშნილი გვაქვს სიცილია. აი, კატანიაში რო ჩავალთ, კატანიიდან გავალთ იმ სასტუმრომდე, მივალთ და ეგრევე თავით ჩავეცემი იმაში. რამდენი ხანი გინდა სასტუმრომდე მის? არ ვიცი, 1 საათის სავალი არის, მე მგონი იქიდან რა, ანუ აქედან კიდე 3 საათში როგორ ხარ გიო? არ იცოდი შე. ამან უნდა იცოდეს რა. რა ხდება რა, არ ვიცი, მაგრამ კაროჩე რა, მოგზაურობას გირჩევთ. მე გირჩევთ ჩეხეთს. ავსტრია საკმაოდ იაფიანი ქვეყანაა? არა, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთიც შეიძლება? არა, სლოვაკეთი არა. სლოვენიაში რომელიღაცა არის უკეთესი რა და იქ წადით. რომელიმეში ხარ? ორივეში. და ჩეხეთი ისა მაქვს რა, აი ჩეხეთი არის აი ვაკაცები რო დავთ ერთხელ მოგვიწე ეგრე რომ ახმელეს გავიგვიწე მე ჩემს ვაკაცებმა და უთხარი რომ მეთქი დავაი წამო ჩეხეთში წავიდეთ წავედით დავლიეთ და მეორე დღეს წამოვედით სალი აი ლუდის დასალევად ღირს რა ეს ჩეხეთი გადაფრინდე
აი 37 მონეტის პონტია ხოლმე თან ეხა არა ძვირი რა ჩეხეთის ბილეთები და ის ეხლა რა არის ეხლა ამერიკას და იმას ვარჩევთ ეხლა ევროპის გარშემო რაც არის ძალიან იაფია ბილეთები ძალიან იაფია და ეხა იქ თუ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში არ მიდიხარ ძალიან მარტივად იცხოვრებ კაც ანუ უყურე კამადა ჰოთელში და იმაში შემოხომ რაში იმაში მოტელში იმეებში მოტელში კი რა ქვია მაგას ისე რო არის რა ჰოსტელი ჰოსტელი არა ის სუპი შეჭე ჰოსტელი ჰოსტელებში ჩებიან ხოლმე მეც ჩებოდი ხოლმე ჰოსტელებში ჩებოდი რა პროსტა ბარკსტოვებდი ხოლმე რა ჩანთით რო არ მე არა და მიდიოდი გარე არა მე ისეთი ტრიპები მაქვს მე საქართველოს გარშემო მაქვს ეგეთი მოგზაურობა რა ერთხელ თბილისიდან წავედი ავტოსტოპით ჭიათურაში არა ჯერ საჩხერეში ჩავედი საჩხერეში ვნახეთ ჩემი ძმაკაცი ამა მითხრა რომ ჭიათურაში გადადი იქ გველოდებიან ბიჭები გადავედი ჭიათურაში დავლი ანუ წაღებული მაქვს 2 კოლოფი სიგარეტი მარტო ფული არ მაქვს ვაფშე ანუ ესაა გასათვალისწინებელი ფაქტორი კაროჩე წავედით იქიდან ჭიათურიდან ჩავედით ჭიათურაში დავლიეთ ჭიათურიდან წამოვედით ისევ საჩხერეში მე საჩხერეში დავლიეთ 1-2 ღამე მან ვიყავით მე ისევ ჭიათურაში გადავედით იქაც დავლიეთ მე გადავედით ზესტაფონში კაკიასთან იქაც დავლიეთ ჭიათურაში კეთილებთან ვიყავ იქაც დავლიეთ კაკიასთანაც დავლიეთ მე კაკიასთან კი გიგუნასთან ვიყავით პვპ-ზე რო არის მე ჩვენ ყველანი წავედით ბათუმში იმიტომ რომ მანსანკანი იყო და ბათუმში უნდა გაგვეყანა გუნდი ჩავედით ბათუმში იქ გადავიგლისეთ ყველაფერი თავზე მე იქიდან წავედით ჩპს არა კაცო მანსანკანის თემაში ვიყავით ერთად ეგ არის 2016 წელი სადღაც ან 17 ხო და იქიდან რომ გადავედით იქ რა ქვია ბათუმში ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ რა ანუ რაღაც დაფინანსებები ვისაც რა ქონდა იმებს რა უნივერსიტეტების გუნდები ვინც იყვნენ გამოსული და ისინი ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ რა არარეალურად 5 ციფრიან ნიშნებზე არის ლაპარაკი და კაროჩე მე გადავედით მე პირადად გადავედი ფოთში იქაც დავრჩი რამდენიმე დღე თბილისში ჩამოვედი და ჩანთაში მედო ფული შეჩემი ანუ ძალიან ანუ იმ დროისთვის მოშნად ფული მედო და არ ვიცოდი მე თელი ეს პერიოდი დავდიოდი მაგარი მაყუთი იყო შეჩევა დაჟე მე მგონი 1000-ზე მეტი იყო და მე მგონია რომ ჩემმა რომელიღაცა ძმაკაცმა ადგა და პროსტა ჩემ ჩანთაში ჩადო რომ შეენახა რა მე მგონია ხო მაგრამ არ ვაღიარებ მაგას საბა ვიღებ და თუ შეიძლება რომ კვერცხებით ნუ შემოხვალ ცოტა დაბლა შემოდი აგერ საბა საპანაძეა იმედია ამ ვიდეოში არ შემოვა თორე შეიძლება ჩვენც გაგვძარცვონ ბიჭო როგორი სიმპათიური ხანდახან შეჭერა შეხედო მაგრამ აბა მიდი შედგავეთ ეს ინდინი შოუ რო გასაძარცვით ეგეც ბაზარი არა ძალიან დიდი მადლობა არა ეგეც დასმასვე მოიწიეთ ბარეგამ ჩემო შიგრით რაღაც ისე არის რომ თავარი კადრი გაიჭითა ეს მოდი ქორო შემოშენც თუ შეიძლება რომ ეგ ვიდეო მაყურებელსაც ვანახოთ რა ბიჭო არა გაროჩე ქორო არ გაწინა თორე უეჭველი უნდა გენახათ რა კაი ვიდეო იყო რა თვითონ რა საბაჟოზე რეებს ეძახის კოპალა მოგზაურობს პირველად რა და მაგარი საყვარელი რაღაცებს იძახის რომ სანთებელას არა გატაინებენ თვითმფრინავში გუჩი მეუბნებოდა შენ თვალი არა გიშვებერო შეშა მაგას არა და ის ყველაზე საყვარელი ყველაზე თვალი ვარ მე მგონი ყველაზე გაყარებული ვარ თავი პილოტი იყოს ხიზელი და შენ ისჩი ვინჩი პილოტი ვარ და კეფაზე ფოტოს დავარებ ხო და იმოგზაურეთ რა თან მეგობრებთან ერთად რომ მოგზაურო ბევრად უფრო სახალისო არის მე რა დავამღვა ეს რა კაი პუნქტი არის იმენა აი ნებისმიერ ადგილას შემიძლია ვა ძალიან დიდი ფულო ვიღაც ადამ არა ერთი ხალი იყო რომელმაც ესე გაიარა მაგრამ ხო გაიარა ეხლა ეს იქ წავიდა სექსიზმზე ლაპარაკი ეგრევე მე ვფიქრობ რომ ევროპაში იმდენად ზრდილობიანი ხალხი არ არის და იმდენად კულტურიანი რა ანუ ცოტა უკულტურო კამანდა მგონია
აუ სიგარეტის მოსწევა დაპირებენ გასვლას და ეხა მაგის გამო დავამთავრებ ვიდეოს. სიგარეტი გამო? ან მე თქვენ არ მოწიოთ არასდროს ვინც მიყურებთ და ვინც არ მიყურებთ სიგარეტს თუ არ ეწევით არც მოწიოთ. ხო და ცუდი რაღაც ანუ რაზეც იძახიან საზოგადოება რაზეც იძახის რომ ცუდია მართლა ცუდია რა ყველაფერი. ტყუილა არ იძახიან დიდი შენ აქ მე სიცილიაზე გიწევს? ამის მერე სიცილიაზე მიწევს რომ ჩავალთ მაგას გადავიღებ პროსტა და მე იქნება ყოველდღიური ის გადაღების პერიოდი. მოდი. ეს არის არტისტი ეს. შენ რანაირად გახსოვს მამა ჩემი სახელი? მე ვიცი რა უნდა ჩაწერო სიცილიაზე შეშე. სად? აუზზე უნდა ჩაწერო. არა მე მინდა რომ ეტნასთან ჩავწერო. მე მინდა რომ მე და შენ გადავხდეთ აუზში ეტნის ის რო ეგრე ბქნათ ეგრე ზღვაში ჩავხდები ბავშვი მაგარი იქნება. ზღვაში მე არ მაქვს პრობლემა. მაგ ყველაფერსაც განახებ. დაიკიდე ადგილი. არა ზღვაშიც უნდა გავიდეთ უეჭველი. კაი ზღვაშიც გავიდეთ. მაგრამ ჯერ აუზზე გადავიღოთ და მე ზღვაზეც გადავიღოთ. ჯერ მოდი თქვენ აუზი უეჭველი იქნება. არა მე დავრუნებულია მე ახლა. მოდი ჯერ ჩავიდეთ თორე. რაღაცა უნდა. მამა ჩემი სახელი რანაირად გახსოვს? ხდება ხო? მომენტ ისეთ სახელია რომ ურჯერ არ გესმის დღეში რა შანსი არა ელდარი გვიაჟე ენდარი არა ელდარი ენდარი რა არის ავაი ელდარი ხო გამიგიაჟე ხო მეორეა შენქენი ბიჭო გადაღებული მაქვს ატვირთული მაქვს ეხა უნდა დავდო რა და ანუ მეორე დღეს ახალი არხი გავაკეთე YouTube-ზე ძალიან ლამაზი ლოგოები გავაკეთე და თუ ეგ ლოგოები მოგწონს ჩერის არხი გამოიწერეთ იმიტომ რომ ჩერი გამიკეტა ორივე ჩერის აღო ლოგოც და ისიც შენიც მე რასაც გეტყოდი ბანერიც რა ხო და გამოიწერეთ არტურას არხიც გამოიწერეთ საყვარელი კაცი არის ძალიან მე ვლოგს დავდებ გუგა არ აქტიურობს და მაგითო არ გამოიწეროთ სულ ეგრე იძახ არა მადლობა არტურ რაზე უნდა დაიწყო მე ხო ეს არის თუ გინდა პირველ იმას გეტყვი რა სამი დღე უნდა მართოს ეია ჩემი ნორმალია რა დაწყებისთვის ხო ნუ ღირს რა გარის სხვა დღეს სამი დღე ოღონდ როგორ არის ეს სხვადასხვა ეია რა ChatGPT Gemini ეგ ძერსკობა არის ეგ ძერსკობა არის ეგ უფრო ძერსკი იდეა ChatGPT სხვა რაღაცას გეტყვი უეჭველი Gemini სხვა რაღაცას ჩამოდი თუ გინდა მოდი რა ხდება რაღაცა კონტენტს აკეთებენ არ ვიცი რატო გადამეს thumbnail-ისთვის გინდა ჩემი სურათით რა ხდება ძალიან დიდი მადლობა კაუჩი წავალთ ეხა მოწევთ რა ძალიან მიყვარხართ და სიცილიადანაც გამოგიგზავნით ერთ 10 წუთიან ვიდეოს აბა თქვენიცით